მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას სახალ ამბებს მე სოსო კაციდაძე გაგაცნობთ. ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად, ნათქვამია განცხადებაში. 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაკში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლის სავსე ქვევრში იპოვეს. არსებული ინფორმაციით ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. სერჟანტ როი შავაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები. ოჯახის ადვოკატი რამინ ბაბიძე მკვლელობაში ერთვიტანილი ადამიანების ვინაობას ასახელებს და ახალ პროკურორს მყისიერ რეაგირებას თხოვს. შავაძის ოჯახის ადვოკატი აჭარის პროკურორის სკუდისა და პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებს ბათუმელი ჯარისკაცის საქმის გამოუძიებლობასა და მკვლელობაში ადანაშაულებს. ბათუმელი სერჟანტი 2008 წლის ომიდან დაბრუნებული რამდენიმე დღეში ბათუმში ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ოფიციალური ვერსია ასეთია: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს პადრაგირებისას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც მისი ლიკვიდაცია მოხდა. ამ ვერსიის არ შეერა ოჯახს გამოძიება როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატს 4 წელია საქმის მასალებს არ აცნობენ. მივიღე ინფორმაცია, რომ მისი მკვლელობა განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარე თემურ პატარიძემ, მისმა მოადგილემ ალეკო ბალაძემ, გიორგი ჩიქოვანმა და სხვა პირებმა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანმა თემურ მახარაძემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რესან კონცელიძე, რომელიც გახლავთ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე. და მათ ფაქტურად აწარმოეს გამოძიება არასწორი მიმართულებით, მიზანმიმართულად მოახდინეს მას ფაქტების გაყალბება. არჩილ კბილაშვილი პროკურორებს მოუწოდებს სასამართლოებს საქმეების არსებითი განხილვების გადადების შესახებ მიმართონ. მთავარი პროკურორის განცხადებით საქმეების არსებითი განხილვა, რომელიც სასამართლოში უკვე ჩანიშნულია, უნდა მოხდეს ახალი პროკურორების პირობებში და შესაბამისად მოქმედმა პროკურორებმა საქმეები 2 კვირით უნდა გადადონ. მისივე თქმით, სწორედ 2 კვირის ვადაში უკვე დანიშნული იქნებიან ახალი პროკურორები, რომლებიც მოახდენენ საქმეების ხელახლა გადახედვას. მთავარი პროკურორის თქმით, არ შეიძლება მიმდინარე რეჟიმში სასამართლომ პირი დამნაშავეცნოს. იგი ადვოკატებს მოუწოდებს წარადგინონ განცხადებები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობის მტკიცებულების შესახებ, რასაც პროკურატურა გადახედავს. მე ვავალებ ყველა არსებულ პროკურორს, რომ საქმის არსებითი განხილვა, რომელიც დანიშნულია საერთო სასამართლოში, გადადონ შეაჩერონ 2 კვირის განმავლობაში. ეს ეხება განაჩენის გამოტანის ასე ვთქვათ არ დაშვებას. დღეს აი მიმდინარე რეჟიმში არ შეიძლება რომ სასამართლომ დამნაშავეცნოს პირი, რომელსაც 3-4 რომლის მიმართაც ვთქვათ საქმის წარმოება 3-4 თვის წინ დაიწყო, ვთქვათ და დღეს არსებითი განხილვის რეჟიმში არის ეს და სავარაუდოდ იგივე ხელწერით ხასიათდება ბრალდება, რომელიც საერთო ჯამში ჩვენს მიერ დაგმობილი არის. საკადრო ცვლილებები პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის თქმით მოხდება ცენტრალური აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედადონის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების შესვლა. მთავარი პროკურორის განცხადებით 1 კვირაა საჭირო, რათა მთავარი პროკურატურა განახლდეს და გადახალისდეს. გარდა ამისა, კბილაშვილმა მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც თავს მოიაზრებენ და აქვთ პროკურატურაში მუშაობის სურვილი, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში სამინისტროში CV გაგზავნონ. უნდა იქნეს მომართული მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების შეცვლა როგორც სტრატეგიის ნაწილი, საოლქო პროკურორების და თბილისის პროკურორის შეცვლა და მისი მოადგილის როგორც სტრატეგიის ნაწილი, ხოლო რაიონულ დონეზე პროკურორების თანამდებობაზე ყოფნის საკითხს განვიხილავთ ინდივიდუალურ რეჟიმში. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური საკადრო ცვლილება მოითხოვს გარკვეულ დროს. ამიტომაც მე მინდა უთხრა ქართულ საზოგადოებას, რომ მე დამჭირდება დაახლოებით 1 კვირა იმისათვის,
რომ მთლიანად უზრუნველყო საკადრო ცვლილების საკითხი. საქართველოში მედია პოლარიზებულია და მასმედიის მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან. საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით პროექტის განხორციელების თხოვნით ევროკავშირის წარმომადგენლობას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბერში მიმართეს. რის შემდეგაც მონიტორინგის ობიექტებს შორის გაჩნდა სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებები. მედია მონიტორინგის პროცესში ჩვენი მიზანი იყო ხელი შეგვეწყო მედია საშუალებების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის, მედია მფლობელების გამჭვირვალობისა და მასტკერის პრინციპის ხანგრძლივად დანერგვისთვის. საქართველოში მასმედიის მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან. რეაგირებას მოითხოვს სარეკლამო ბაზარი, ასევე მედია საშუალებების წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იარსებებს საქართველოში მოთხოვნა ამ ყველაფერზე. ჩვენ კი ჩვენის მხრივ ვეცდებით საქართველოში მედია გარემო გაუმჯობესდეს, აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში მედია საკმაოდ პოლარიზებულია. ის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი ნამდვილად არ არის. თუმცა ეს ამ ქვეყანაში განსაკუთრებით თვალშისაცემია. ამ პროდუქტის კარგი შედეგი ის არის, რომ შეიძლება მისი ეფექტი გაგრძელდეს და ზეგავლენა მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. მონიტორინგის სასარგებლო შედეგია ისიც, რომ ზეგავლენას ახდენს საკანონმდებლო საკითხებზე. კვლევამ დაადგინა თუ როგორი იყო მასმედიაში არსებული თამაშის წესები. ჩვენ ძალიან გვინდოდა მხარი დაგვეჭირა მასტკერის პრინციპისთვის, რათა უფრო გაუმჯობესებულიყო მედია გარემო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მასმედიის მდგომარეობა ნამდვილად არ არის სრულყოფილი. პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს. ახალი პრობლემებიც რჩება და ამ მხრივ არის მუშაობა საჭირო. მთელი მონიტორინგის პერიოდში ხდებოდა ისეთი მაგალითები, როცა ირკვეოდა ჟურნალისტური სტანდარტებით და თუნდაც იყო ისეთი სიუჟეტები 20 წუთიანი, 25 წუთიანი, რომელიც ეძღვლებოდა ერთ კონკრეტულ სუბიექტს. ხმაური იყო დღეს სამტრედიაში, ადგილობრივები ახლად დანიშნულ გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც თავად განმარტავენ, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს ხმება პროცედურული წესების დაცვის გარეშე დაინიშნა და გამგებლად ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი ავთანდილ სტურუა დანიშნეს. ადგილობრივები საკრებულოს ხმების ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახლად დანიშნულ გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა მათ არც ავთანდილ სტურუა და არც საკრებულოს თავმჯდომარე ადგილზე არ დახვდათ. იქ მხოლოდ ერთადერთი პასუხისმგებელი პირი გამგეობის მთავარი სპეციალისტი იყო, რომელმაც სტურუას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა. სამტრედიელები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ. ცნობა ჩატარდა კანონის დახვევით და ხალხი არის აღშფოთებული იმის გამო, რომ ისევ ავთანდილ სტურუა დაბრუნდა სამტრედიაში გამგებლად. პირადად ჩვენ საკრებულოს წევრები ვაპირებთ სამართლებრივი გზით აი ამ სხდომების გასაჩივრებას. დაწყებული გვაქვს ადვოკატთან ურთიერთობა იურისტთან და მისი მეშვეობით აუცილებლად სასამართლოში გავასაჩივრებთ იმ უკანონო გადაწყვეტილებას და უკანონო სხდომებს. ერისეული ომბუდსმენა დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშნვას ითხოვს ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძის განცხადებით ანსამბლის ხელმძღვანელობა და წევრები კარგად იცნობენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მის მოღვაწეობას და მის ოჯახს. როგორც რევაზ ჭოხონელიძე აცხადებს, დიმიტრი ლორთქიფანიძე ომბუდსმენობის ღირსეული კანდიდატურაა. მისი თქმით, როდესაც დიმიტრი ლორთქიფანიძე წინამოწვევის პარლამენტის წევრი იყო, აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებებისა და პატიმრების უფლებებზე. ერისიონის საქართველოს სახალხო დამცველად ხელისუფლებას დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშნვას ურჩევს ანსამბლის დირექტორის ოთარ ბლუაშვილის განცხადებით, დიმიტრი ლორთქიფანიძე ანსამბლისთვის უცხო არ არის, როგორც ბლუაშვილმა აღნიშნა. დიმიტრი ლორთქიფანიძის 7 შვილიდან 3 წევყავდა ანსამბლში. მისი თქმით, ლორთქიფანიძე ღირსეულად გაუძღვება საქართველოში ადამიანის უფლებებს. თითოეული ქართველი საზრუნავია ნებისმიერ თანამდებობაზე დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება უკვე ჭეშმარიტად მებრძოლი ხალხისთვის, ჭეშმარიტად საქმის გამკეთებელი. ანსამბლ ერისიონი ძალიან აქტიურად არის ჩართული ახალ ცხოვრებაში. რას ნიშნავს ეს? ანსამბლ ერისიონი არჩევნების წინ პირდაპირ გვერდზე დაუდგა ქართულ ოცნებას. ახლა საკითხი დგება, რომ შერჩეულ იქნეს სახალხო დამცველი. ვინაიდან არის რამოდენიმე კანდიდატურა და მე ვიცი ანსამბლის აზრი, როგორც მთავარმა ქორეოგრაფმა, ანსამბლის აზრი არის, რომ ხარი დაგვიჭიროთ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ვინაიდან ანსამბლი მის ოჯახს იცნობს, მისი ბავშვები ღეროდნენ, ცეკვავდნენ, აქ იზრდებოდნენ, ბევრი მეგობარი ყავს მათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი სახალხო დამცველად ნათია იმნაძის კანდიდატურას აყენებს. როგორც ორგანიზაცია ემპათიის წარმომადგენელი აცხადებს, ნათია იმნაძე სახალხო დამცველის აპარატში წლების განმავლობაში მუშაობდა და მას ყველა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანის უფლებების დაცვის გამოცდილება აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართვა და ნათია იმნაძის კანდიდატურის განხილვას თხოვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი არჩევანს იმნაძის კანდიდატურაზე შეაჩერებს. მისი პიროვნული თვისებები და მასთან მუშაობის გამოცდილება 2006 წლიდან დღემდე მაძლევს იმის საფუძველს, რომ დარწმუნებული იყო მის პრინციპულობაში, მის სამართლიანობაში, მისი იმ თვისებაში, რომ მას შეუძლია დაიჭიროს თავისი პოზიცია ყველა კრიტიკულ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, ხარი დაუჭიროს სამართლიანობას. ის არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ასევე ძალიან კარგად იცნობს სხვადასხვა სფეროებს, ისეთი როგორც არის ექსპერტიზა, სასამართლო ექსპერტიზა, სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანების უფლებები. გარდა ამისა, ის პრიორიტეტულ მნიშვნელობას მიანიჭებს სახალხო დამცველის ჩართვას საერთაშორისო მოლაპარაკებებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. საშუალო დაწესებულებებს დღეს კიდევ 38 პატიმარი დატოვებს. ქსნის საშუალო დაწესებულებიდან 36 პატიმარი გათავისუფლდება, ამასთან 2 პატიმარი დატოვებს ქსნის ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას. პატიმრების გათავისუფლება დღის მეორე ნახევარში მოხდება. გუშინ კი ქსნის მე-15 საპატიმრო დაწესებულება 10 პატიმარმა დატოვა, ყველა მათგანს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის დადებითი რეკომენდაცია შეეხო. ბოლო 3 დღის განმავლობაში საშუალო დაწესებულებები 300-მდე პატიმარმა დატოვა. არ ვიცოდით ერთთვის წინ ისეთი ის იყო პირობები და ყველაფერი იცით თქვენ თვითონ ყველაფერი და ხალხი გაუცაძლეს პირობებში და არ ვიცი მომაკვლევები არიან და ესეთი ინვალიდები რამდენი ყავს იქ სწავლიანი და ისა და იმათაც მისახედი არიან და არ ვიცი მას დიდი მადლობა უფალსო ესე ყველაფერი მოხდა 6 თვიანი მეკუთვნის 2/3 უდო მაგრამ ვინ მიშოვდა რა არავინ არ მიშოვდა რამდენი მაგდაჭელი ერთი პასუხი არ მაქვს აღებული თუ მიგი თანდრომდე თუ ელოდით დღეს გათავისუფლებას არა აზრი არ ქონდა იმიტომ რას არ ქონდა აზრი არ უნდა გვეწერა რამე უდო იქნებოდა თუ შეწყალება აზრი არ ქონდა დღეს ელოდით გათავისუფლებას 90% კი ჩემი შვილი რამდენი ხანია რაც აქ იყო 5 წელი ახლა იქნება 3 თვე ცოტა უდოზე გამოვიდა ავანხობი. აი ძალიან სერიოზულად ავატარი ბავშვი. 17 ჯერ იჯდა კარცერში. 4 ჯერ მარტო აქვს გაფორმებული. ესეთი წამება, ესეთი ყველაფერი აქ რო დავინახეთ. აი ახლა მე მინდა პირდაპირ სავანხობო. ახალი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას შეერთებულ შტატებში სტიქიის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაცია მეცხრეარს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიკოლოზ ვებხოძემ მიაწოდა. მის თქმით, ამ დრომდე საკონსულოსთვის არც ერთ ქართველს არ მიუმართავს. კონსული ამბობს, რომ მდგომარეობა უკვე სტაბილურია. ამ პერიოდისთვის პრინციპში სიმშვიდეა ამიდი ჩათვალებულია, ასე რომ ვთქვათ, ჩვენი სუხი წინასწარ ვეცადეთ, რომ გაგვეფრთხილებინა საქართველოს მოქალაქეები და მობილიზებულები შეხვედრილიყვნენ ამ სიტუაციას. მომართვა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ზიანიან ზარალი მიყენებოდა საქართველოს მოქალაქეებს. ქარიშხალმა სენდი ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის სანაპირო ზოლს გადაუარა. ამ წლებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ κουინსის დასახლებაში 50 საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მასშტაბური ხანძრის ჩაქრობას 200-მდე მეხანძრე უშედეგოდ ცდილობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა 2 ადამიანი. გასული დღეღამის განმავლობაში სტიქიამ შეერთებულ შტატებში 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 6 მილიონი ადამიანი კი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა. 100,000-ობით ამერიკელი დროებით თავში საფრებშია გადაყვანილი. წინასწარი შეფასებით სტიქიით მიყენებული ზარალი 20 მილიარდ ევროს აღემატება. შეერთებული შტატების უმსხვილესი მეგაპოლისი მოჩვენებების ქალაქს გავს. მანჰეტენის ქვედა ნაწილი წყალშია, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაკეტილია ყველა დაწესებულება. ქარიშხალი სენდი ნიუ-იორკს საღამოს დაატყდა თავს. ნიაღვარმა გრაუნდ ზიროზე სამშენებლო კონსტრუქციები და მანქანები წალეკა. ქალაქის სანაპირო ზოლში საცხოვრებელი სახლები 375,000-მდე ადამიანს დაატოვებინეს. სენდის მოახლოებამდე ნიუ-იორკელებს ქალაქის მერმა მიმართა და მითითებები მისცა. So the message is one more time.
9:11-ზე მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დარეკეთ. ასევე მინდა გთხოვოთ არ გახვიდეთ გარეთ და ეცადეთ მანქანით არ იმოძრაოთ, რადგანაც ამით სამაშველო ბრიგადებს დაბრკოლება შეუქმნით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. სერიოზული ინგრევა სტიქიას მანჰეტენზე არ მოჰყოლია, თუმცა რამდენიმე საგანგებო შემთხვევა დაფიქსირდა. მე-7 ავენიუზე შენობის ფასადი ჩამოინგრა. ცენტრალური პარკის სიახლოვეს კი 90 სართულიანი მშენებარე ცათამბჯენიდან ძლიერმა ქარმა ამ წე გადმოაგდო, რომელიც ნაწილობრივ ჰაერში იყო გადმოკიდებული. უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა და საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. საგანგებო სიტუაცია შეიქმნა ნიუ-იორკის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ცენტრში, საიდანაც ელექტროგენერატორის გათიშვის გამო 215 პაციენტის ევაკუაცია მოხდა. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა უკვე მეორე დღეა დაკეტილია. მიმდებარე ქუჩები კი ქვიშიანი ტომრებითაა სავსე. ქალაქის სამივე აეროპორტი ამ დრომდე დაკეტილია. ნიუ-ჯერსიში კაზინოების ქალაქი ატლანტიკ სიტი თითქმის მთლიანად დატბორილია. ქარიშხალის სენდი, რომლის დიამეტრიც 1000 კილომეტრს აღწევს, ამჟამად კანადისკენ მიემართება. კახაყაყიშვილი პრემიერს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საბჭოს უფლებამოსილებაში იქნება ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების, ელიტარული კორუფციისა და უკონტროლობის შესწავლა. მტკიცებულების და მასალების მოპოვება და შემდგომი რეაგირების მიზნით პროკურატურისთვის გადაცემა. კახიშვილის განცხადებით, პრევენციის მიზნით შექმნილი პრემიერ-მინისტრთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო დამოუკიდებელი საბჭო დაკომპლექტებული იქნება საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების, ელიტური კორუფციისა და უკონტროლობის აღკვეთის მიზნით ამ ინიციატივით პრეზიდენტს მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შემთხვევაში კი კახაყაყიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. საბჭოს მიზნებში და ამოცანებში იქნება ანტიკორუფციული სქემების გაშიფრვა, მასალების მიღება, გადამოწმება და შემდგომი რეაგირების მიზნით უკვე დამუშავებული მასალის პროკურატურაში რეაგირებისთვის გადაცემა, ამავდროულად ანტიკორუფციული პროექტების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას ასეთი სქემების შემდგომში ჩამოყალიბებას. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრები მაია კობახიძის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ირაკლი პეტრიაშვილი უხეშად ჩაერია არჩევნებში და კობახიძე უკანონოდ არის არჩეული. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი 2 წელია მიმდინარეობს. პროფკავშირის წევრების თქმით, არჩევნების დროს ყრილობაზე პროტესტის ნიშნად 203 დელეგატიდან 124 წევრმა შეხვედრა დატოვა. დარჩენილი 79 დელეგატი კი მათი თქმით ხმათა არასაკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის არჩევისთვის. სარჩელი დღეს სააპელაციო სასამართლოში განიხილება. პირობოდ უნდა გადადგეს ქალბატონი მაია კობახიძე, დღევანდელი სასამართლოდეც კი უნდა მოახერხოს ეს თუ ოდნავ ღირსება გააჩნია მას და მოგვეცეს საშუალება ჩვენი ორგანიზაცია დავაყენოთ ფეხს და დავიცოთ მასწავლებელთა უფლებები. გვითხოვთ რომ ჩატარდეს რიგ გარეშე არჩევნები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, დააყენოს კი ბატონო თავის კანდიდატურა და იყოს კიდე მეორე კანდიდატურა და კანონიერად იყოს არჩეული პრეზიდენტი. თავისუფალი საქართველო ამერიკის საელჩოს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებასკენ მოუწოდებს, როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე ამბობს, მათთვის მიუღებელია ნებისმიერი უცხო ქვეყნის ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლება არ გაიმეორებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებსა და ფუნდამენტურ საკითხებს თავად გადაწყვეტს. 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა ვითარება, როდესაც საზოგადოებაში მართლაც გაჩნდა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად გახდება დამოუკიდებელი და ესეთი მიდგომები შეიძლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მაინც ჩანს მსგავსი ტენდენციები. გასაგები არის, რომ ახალი ხელისუფლებაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აღიქვამს და აფასებს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს მეგობარ ქვეყანას, მაგრამ არსებობს დიპლომატიური ეთიკის რაღაც მინიმალური ნორმებიც, რომლებიც ავალდებული არის მათ შორის მეგობრებისთვისაც და სწორედ ასეთი ეთიკის ნორმების გადახვევად მიგვაჩნია ჩვენ მაგალითად ისეთ საკითხები, როგორც არის ბატონი ელჩის ჩარევები მთავრობის ფორმირების საკითხებში თუ სხვა ასე შემდეგ.
დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები თბილისსა და რეგიონებში დღითიდღე უფრო მეტ შენობას იკავებენ. ამჯერად მათ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროკურატურის შენობა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შენობის პირველ სართულზე პოლიციაა განთავსებული. დევნილები აცხადებენ, რომ მეორე და მესამე სართული თავისუფალი, ამიტომ ისინი ხელისუფლებას ავალდებულებენ შენობა დაუთმოს. შენობაში შეჭრას გვიანღამით დაახლოებით 50 ადამიანი ცდილობდა, მათთან ჩვილი ბავშვები და მოხუცებიც ჰყავდათ მიყვანილი. თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ შენობის დაკავების საშუალება არ მისცეს. განცხადები დავდივარ. ერთი ხაზი იკას, როგორ გადავხდი ქირას, გამაგდებს, მე მეორესა გადავდივარ და აი ასე დავწუწია, რომ სიგნები ვითავართ რა. ყურადღება საერთოდ არ მოუქცევი არანაირი არავის ჩვენთვის. სანამდე უნდა ვიყოთ, აი ასე მითხარით. ამდენი წელია, უკვე სოხუმის ომის შემდეგ არავინ ყურადღებას არ აქცევს ამ ტოლიდებს. ამდენი ხნის განმავლობაში უკვე რამდენი წელიწადია, რომ ანგარიში უკვე საკმარისი დრო უნდა იყოს იმისთვის, რომ აი ამ ხალხის დაკმაყოფილება მოხდეს ელემენტარული რაღაცით. ან ფინანსურად რაღაცა რო დახმარება იყოს, ან რაღაც ბინით რო უზრუნველყო. მისი ორგანიზებულია სახელმწიფო შენობებში დევნილების შეჭრა. ერთ-ერთი ობიექტის დაცვის თანამშრომელს მათ განუცხადეს, რომ კონკრეტული შენობის დაკავების მითითება მათ ნაციონალების კოორდინატორმა მისცა. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან კი შენობაში შეჭრილები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წევრები არიან. შემთხვევა გუშინ გვიანღამით ორხევში საბაჟო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში მოხდა. ამ შენობის დაკავებას აფხაზეთიდან დევნილები შეეცადნენ. ჩვენ შეგნებულად მოვედით, რომ არ ფუნქციონირებს, დევნილები ვარ და ბინები არ აქვს და შემოვედით აქ. ინფორმაცია საიდან გაქვთ? ინფორმაცია გვაქვს ალბათ, რომ ინფორმაციის გარეშე მარკეტინგიდან აქ არ მოვიდოდით ჩვენ. გასაგებია, მაგრამ ეს მაინტერესებს, საიდან გაქვთ ინფორმაცია? ნაციონალური კოორდინატორებისგან. წეგანე ასე თქვა და ახლა თუ გადათქოს არა. ვაიმე, აბა როგორ გეკადრებათ? აი დაიფიცე ადამიანი, კაცურად დაიფიცე, ნაციონალები თუ მიხსენებია მე. არ თქვენი კოორდინატორი ახლა მე არ ამყავს სახში და. არ შეიძლება მაგისთან რაღაცის თქვა. უბინაო ხალხს უნდა დახმარება. 90 წლიდან რომ 28 ლარს გაძლევს სახელმწიფო, რომ იარსებე 5 წევრი ყავს და 7 წევრი ოჯახში და მოდი ხარ არ ფუნქციონირებს ოჯახი, შედით, არაფერი არ იქნება და წამოვედით აქ მეუღლეების გარეშე, რა თქმა უნდა. რაბედიელი დევნილებს, რომლებმაც სხვადასხვა შენობები უკანონოდ დაიკავეს, ხოლო მათგანს ფართის დატოვება მოუწევს ასეთი ახალი მთავრობის გადაწყვეტილება. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი აცხადებს, რომ სხვადასხვა ობიექტებზე უკანონოდ შეჭრილი დევნილების საქმის შესწავლა თითქმის დასრულდა. ამჟამად მიდის ანალიზი, ვინ არის უკანონოდ შესული. ამასთან დარახველიძე აღნიშნავს, რომ გამოსახლება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მიმდინარეობს ანალიზი, საბოლოოდ გამოიკვეთება, ვინ არის უკანონოდ შეჭრილი და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ უკანონოდ შეჭრილებს მოუწევთ ფაქტების დატოვება. ძირითადი საზრუნავი იქნება, რომ ელემენტარული პირობები როგორმე შეუქმნათ დევნილებს თუ ზამთარი გადავიტანოთ და პარალელურად ვიზრუნოთ გრძელვადიანი საკითხების გადაჭრას. რკინიგზის ყოფილი სამშობიარო სახლი 4 დღეა 200-მდე ადამიანს აქვს დაკავებული. ისინი საკუთარ თავს სოციალურად დაუცველებს უწოდებენ. მათი განმარტებით შენობა 4 წელია არ ფუნქციონირებს. ისინი ამბობენ, რომ ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. გარდა ამისა, უკანონოდ შეჭრილები აცხადებენ, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მერიას საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. ამ ადამიანების განმარტებით ისინი შეხვდნენ სოციალური მომსახურების და საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა კაცარავას და თავიანთი პრობლემა გააცნეს. ვითხოვთ საცხოვრებელ ფართს, ვიშოვეთ ეს სარილა დანგრეული, გადაიგებთ რაც არის, ხედავთ რა, შეუძლებელი აქ ცხოვრება, მაგრამ კმაყოფილები ვართ რა ვყოთ, რომ ვიცხოვროთ აქ. ჩვენ ვართ ყოველგვარი ფართის გარეშე, ჩვენ ველოდებით ჩვენს მოთხოვნებს თუ არა და მიუმართავთ, რომ ჩვენი უფლებები დაცული იქნეს, როგორც სოციალურად დაუცველებელი. ქირას რო ვერ ვიხდით ელემენტარულად, ვართ ქუჩაში გამოყრილები, ბავშვებით და არ ვიცი. და ეს შენობა რო არ შემოვიჭერით, დაგვდა ღია, სხვა გზა არ ქონდა და ველოდებით მინისტრის პასუხს. ახალი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას, მოკლედ გაგაცნობთ დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია. ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად. ნათქვამია განცხადებაში. 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაქში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის წყლის სავსე ქვევში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახში მოდგავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. სერჟანტ როი შავაძის მკვლელობის საქმის სახელი დეტალები ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე მკვლელობაში ეჭვდანილი ადამიანების ვინაობას ასახელებს და ახალ პროკურორს მტკიცე რეაგირებას თხოვს. შავაძის ოჯახის ადვოკატი აჭარის პროკურორის ხუდისა და პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებს პათუმელი ჯარისკაცის საქმის გამოუძიებლობასა და მკვლელობაში ადანაშაულებს. პათუმელი სერჟანტი 2008 წლის ომიდან დაბრუნებული რამდენიმე დღეში ბათუმში ნარკოტიკების შეძენა შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ოფიციალური ვერსია ასეთია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს პატრაგირებისას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც მისი ლიკვიდაცია მოხდა. ამ ვერსიის არჩევა ოჯახს გამოძიება როი შავაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატს 4 წელია საქმის მასალებს არ აცნობენ. არჩილ კბილაშვილი პროკურორებს მოუწოდებს სასამართლოებს საქმეების არსებითი განხილვების გადადების შესახებ მიმართონ. მთავარი პროკურორის განცხადებით, საქმეების არსებითი განხილვა, რომლებიც სასამართლოში უკვე ჩანიშნულია, უნდა მოხდეს ახალი პროკურორების პირობებში. შესაბამისად, მოქმედმა პროკურორებმა საქმეები 2 კვირით უნდა გადადონ. მისივე თქმით, სწორედ 2 კვირის ვადაში უკვე დანიშნული იქნებიან ახალი პროკურორები, რომლებიც მოახდენენ საქმეების ხელახლა გადახებას. კბილაშვილმა დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების და მოადგილეების შესვლა. მთავარი პროკურორის განცხადებით, 1 კვირაა საჭირო, რათა მთავარი პროკურატურა განახლდეს და გადახარისდეს. ყვავრი იყო დღეს სამტრედიაში, ადგილობრივები ახლად დანიშნულ გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც თავად განმარტავენ, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს ხმობა პროცედურული წესების დაცვის გარეშე დაინიშნა და გამგებლად ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი ავთალდის ტურუა დანიშნეს. ადგილობრივები საკრებულოს ხმობის ამ გადაწყვეტილების პატილად ცნობას და ახლად დანიშნულ გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ არც ავთალდის ტურუა და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ დახვდათ. ადგილზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი გამგებლობის მთავარი სპეციალისტი იყო, რომელმაც ტურუას ადგილსამყოფელი შესახებ არაფერი იცოდა. სამტრედიელები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ. რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ამბებს, თელავის სავაჭრო ცენტრ ბაზრის ადმინისტრაცია გარემაჭრობის აკრძალვას ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალბერტ სახიაშვილი ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია გარემაჭრობაზე შესაბამისად არ რეაგირებს. ცენტრში დასაქმებული ადამიანები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. თელავის სავაჭრო ცენტრ ბაზრის დირექტორის მოადგილე ალბერტ სახიაშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ განან. საკრებულო და საპატრულო პოლიცია კი არაერთი თხოვნის მიუხედავად შესაბამისად არ რეაგირებენ. გარემოვაჭრობის გამო შიგნით ბაზარში მოვაჭრე ძალიან დიდ პროტესტს გამოსხამენ და რამდენჯერმე გამოვიდნენ კიდევაც გადაკეტეს გზა. უნდათ ასვლა და იყვნენ კიდევაც გამგეობაში ბაზრის ხელმძღვანელი და მე პატრონე უფრო სწორად ჯაბრაილ ხანგოშვილმა რამდენჯერმე თვითონ პრეზიდენტამ დააყენა ეს საკითხი, გუბერნატორთან ჰქონდა დაყენებული საკითხი. გარკვეულ მონაკვეთში, მცირე მონაკვეთში პატრონმა რაღაც შედეგიანი იყო, აღძარეს გარემოვაჭრობა, მაგრამ იმის შემდეგ მაინც გრძელდება ასე. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეები შენობაში თავისუფალი დახლების არარსებობას იმიზეზებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არ შემოდიან, იმიტომ რომ შიგნით ადგილები არ ალიო. სად დავდგეთო? თქვენ აი ხო ნახეთ, არის წარელები, ადგილები არის თუ არა? რატომ აი გადასახადის გადახდა არ უნდათ? რა ფაშშიც აიღებენ საქონელს, იმ ფაშში ყიდიან, წონაზე მუშაობენ, შიგნით ვერ გააკეთებენ მაგას და იმიტომ არ შემოდიან. ადგილი არა მაქვს. ადგილი მქონდა მე გადასარევი, მაგრამ წამართვეს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადასტურებენ, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და ამაზე რეაგირება საპატრულო პოლიციას ეკისრება. მოქმედი კანონმდებლობით გარევაჭრობა არის აკრძალული და ამის ზედამხედველობას და ადმინისტრირებას კანონის დარღვევის შემთხვევაში აკეთებს საპატრულო პოლიცია. ჩვენ უთხარით და მივმართეთ ბაზრის ადმინისტრაციას მათი მომართვის პასუხად, რომ უნდა მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, კერძოდ საპატრულო პოლიციას. გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სავაჭრო ცენტრ ბაზრის მოვაჭრეები კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქციებს გეგმავენ. კობულეთში კომპანია სინოჰიდროს კაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. საქართველოს საგზაო დეპარტამენტსა და ჩინურ კომპანია სინოჰიდროს ხელმძღვანელობას შორის 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ 10 პუნქტიდან 9-ზე შეთანხმება მიღწეულია. ხელფასების 30%-იანი ზრდა, სამედიცინო დაზღვევა, სპეცტანსაცმელი, სასმელი წყლით მომარაგება და ტრანსპორტირება სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად შესრულებული იქნება, განაცხადა ჩინურმა მხარემ. ამის დასტურად შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდა. მოლაპარაკებაში ჩართული პროფკავშირები აცხადებს, რომ პირობის შესრულების პროცესი დააკვირდება და იმედოვნებს, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. შეგახსენებთ, კობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 10 დღეა გაფიცულები არიან. ისინი დამსაქმებლისგან 8 საათიან სამუშაო გრაფიკს და სხვა პირობების შესრულებას ითხოვდნენ. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მუშები სამუშაოს 1 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან. ძირითადად იყო მოთხოვნები დამოკიდებულებაზე, დამქირავებასა და დაქირავებას შორის. ძირითადად კიდე იყო ასევე ხელფასის გაზრდაზე და დაკმაყოფილება და ის რაღაც ელემენტარული პირობები. მე ესეთი დაკონკრეტება, ესეთი წვრილმან საკითხებზე დიდი ყურადღების გამახვილებას ნამდვილად არ ველოდი მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, უკმაყოფილები ვართ, რომ ცოტა შედეგს მაინც მივაღწიეთ. ადამიანების უფლებები დაცული იქნება და იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული. როგორც დაგვიდნენ აი საბუთიერად და ეს არის ამათ არიან თვითონ და გაერკო ხვალზე გესამშოოს რომ გავარკვევთ მას. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის მეორე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გაუსაზღვის პირობებში არიან. შენობა ავარიული არ არის, ძველი წერტილები, საჭირო რაოდენობის ოთახები, ინვენტარი კი თითქმის გამოუსადეგარია. ბაღის გამგე მუნიციპალიტეტს უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოფელ ლელიანის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი ჯერაც გასაკეთებელია. ჩამსხვრეულია მინებით. ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხეები კვლავაც ეზოში ყრია. წაქცეულია ბავშვების გასართობი ატრაქციონი. ბაღის გამგე ეთერი მერლიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სტიქიის შემდეგ, როდესაც შემოწოდა ეს საბავშვო ბაღი, სახურავი უნდა გადაეხურათ, მაგრამ არ გადახურეს. დღემდე ველოდებით და არავინ არ ახურავს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სტიქიის შემდეგ ლელიანის საბავშვო ბაღში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. სტიქიის დროს სახურავი დაუზიანდა მაგ ბაღს და ჩვენ შევაკეთეთ. დიდი წვიმების და ქარიშხალი იყო ჩვენს რაიონში და მაშინ დაზიანდა ძალიან. კი, გადახურეს, ნაწილობრივ დაწყებულია კი. ლელიანის ბაღის გამგე კი სხვა პრობლემებზე ჩივის, ამბობს, რომ სასწავლო ფართი და არსებული ინვენტარი სტანდარტებს არ შეესაბამება. იმერლიშვილის თქმით, ელემენტარული პირობების შექმნის თხოვნით არაერთხელ მიმართა როგორც ბაღების გაერთიანებას, ასევე მუნიციპალიტეტს, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა. თვითონ დიმალულაძეც იყო აქ მოსული. მე ვთხოვე, რომ მობრძანებულიყო ჩემთან და მოვიდა და ნახა ყველაფერი და მითხრა, რომ არ ქონდა, არ აქვს რაიონ საშუალებას და ვერ გავაკეთებთ წელსო მითხრეს. მომავალ წელს, ის მომავალი წელიც გავიდა და აი ახალი კიდე წელი დადგა. მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე არც ამ ბრალდებას იზიარებს. ბაღების გაერთიანების უფროსის ირმა წვერავას განცხადებით კი ლელიანის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში გარკვეული სამუშაოები რამდენჯერმე დაფინანსდა. გაერთიანებას არ აქვს ამის ფინანსები და ხარჯები, ვინაიდან შენობები თავის ზედმიმაგრებული მიწის ნაკვეთებით გამგეობის ქონება არის და ის უზრუნველყოფს შენობების რეაბილიტაციას. ასე ერთბაშად ახლა რეაბილიტაციას ვერ უკეთებთ, მაგრამ ნაწილობრივ კეთდება ხოლმე და ყოველ წელს კეთდება და მაგ ბაღში. ანუ 1-3 პროექტი მაინც არის უმცირე განხორციელებული. ლელიანის მეორე საბავშვო ბაღში 50 ახსაზრდელია. ეთერი მერლიშვილის თქმით, მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა და ბავშვების ახსაზრდელად შესაბამისი პირობები არ შეიქმნა, ბაღი შესაძლოა დაიხუროს. მახინჯაურის შვილბავშვთა სახლის 52 თანამშრომელი კი უმუშევრად რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროექტი, რომლის თანახმადაც პატარების საცხოვრებლად კერძო პირებთან მინდობით გადახავთ მახინჯაურის ბავშვთა სახლსაც შეეხო. ბავშვთა სახლის თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურს ითხოვენ, მათ თქმით, დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ გვიან გაიგეს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ბავშვების მინდობით აყვანა თავადაც სურდათ, თუმცა ინფორმაციის დაგვიანებით გაგების გამო ეს ვერ მოახერხეს. დაწესებულების თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ გაფორმებული.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი ანა ჩაჩხუნაშვილი კი ამბობს, რომ მათ ხელშეკრულება დაწესებულებიდან ბოლო ბავშვის გასვლისთანავე შეუწყდება, თუმცა ისინი ერთი თვის კომპენსაციას მიიღებენ. მისივე თქმით, ბავშვთა სახლების თანამშრომლებმა დაწესებულების გაუქმების შესახებ 2004 წლიდან იციან. ბავშვები გავიდნენ მინდობით აღზრდაში და თანამშრომლები მთელი პერსონალი რჩებით უმუშევარი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვასაქონეს ამდენი წლის თანამშრომლები, გამოცდილები, სერტიფიცირებული, გავლილი გვაქვს ტრენინგები. ეს გავიგეთ ძალიან გვიან. აგვისტოს თვეში, როცა უკვე ბავშვები ცოტა იყო. ჩვენ ვიყავით თანახმა, გვინდოდა რამოდენიმე თანამშრომელს მინდობით აღზრდაში გაგვეყვანა ბავშვი, მაგრამ ჩვენი გაზრდილი გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით იმ ბავშვის ბუნება, ხასიათი. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყოველთვის ქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, თუ კი ზრუნვის სააგენტოში მოხდება ალტერნატიული ან რაიმე სახის სერვისის განვითარება აჭარაში კონკრეტულად, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიშნება იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებული იყო მახინჯაურის შვილბავშვთა სახლში. თქვენ უყურებთ მეცხრე არხის საინფორმაციო გამოშვებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და არჩილ ხაბაძე აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ხაბაძის კანდიდატურას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თემას ჩვენი კორესპონდენტი თეონა ბაკურიძე განაგზობს პირდაპირ ეთერში ბათუმიდან. თეონა, გისმენთ. აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უკვე მთავრობის შენობაში იმყოფება. მას შენობაში რამდენიმე წუთის წინ რეგიონის ყოფილი მმართველი ლევან ვარშალომიძე დახვდა, რომელმაც მას მიმდინარე პროექტები გააცნო. რამდენიმე წუთში კი ლევან ვარშალომიძემ ყოფილ მინისტრებთან ერთად შენობა დატოვა. ჩვენ ამ ვიდეო მასალას ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი უმაღლეს საბჭოში გამართული სხდომის შესახებ 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი არჩილ ხაბაძის კანდიდატურას. სოსო როგორც შენ აღნიშნე, ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დღეს არჩილ ხაბაძემ მთავრობის თავმჯდომარის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთანაც. მან ოფიციალურად დაასახელა უკვე მინისტრობის კანდიდატები. ნუგზარ სურმაინძე ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს, გია თაბამაშვილი არის განათლების მინისტრობის კანდიდატი აჭარაში, ზაურ ფუტკარაძე კი სოფლის მეურნეობაში ჩაუდგება სათავეში სავარაუდოდ. უცნობი იყო ამ დრომდე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, რომელიც VTB ბანკის ბათუმის ფილიალის მმართველი გიორგი თავართქილაძეა. არჩილ ხაბაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა თვითმმართველობისა და მთავრობის ურთიერთობაზეც. როდესაც პროცესი უნდა წავიდეს, თვითმმართველობებს უნდა მიეცეს მაქსიმალური ავტონომიები, დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებები, რიგი საკითხების და საერთოდ ზოგადად საკითხების, რაც პრობლემები არის ამ ეტაპზე. ჩემს განცხადებაშიც, მოწოდებაში იყო, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, გვექნება უпроსტად ბევრი პროექტი, რომელიც მათ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ განვახორციელოთ გამგეობების დონეზეც კი. ამიტომ მინდა რომ მოვუწოდე ყველას რომ თანამშრომლობრივ დადგნენ. სხდომის დაწყებისთანავე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა მაშინ კანდიდატთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრა. მათ ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ გუშინ ბიუროს სხდომის შემდეგ ვერ მოახერხეს ფრაქციის დეპუტატების შეკრება. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ფრაქციის თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ისინი არაპირებენ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა, ისინი კმაყოფილები არიან კანდიდატი, თუმცა არაპირებენ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში, რადგან ისინი აცხადებენ, რომ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას იმ დაპირებებზე, რასაც მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აკეთებენ. შექონა საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერ პრინციპულ საკითხზე, ნებისმიერ საზოგადოების და რეგიონისთვის მისაღებ საკითხზე მხარს დაუჭერთ ინიციატივას, ხოლო რაც შეეხება საკითხს, რომელიც ჩვენი ვფიქრობთ იქნება მიუღებელი საზოგადოების და შეიძლება იყოს რაღაც დოზით შეცდომაც, რა თქმა უნდა, ამას თამამად და თავისუფლად დავაფიქსირებთ, კვალიფიციურად და არ მოიქცევთ ისე, როგორც იქცეოდა ოპოზიცია და მხოლოდ კარგზე ცუდს ამბობდა და მხოლოდ ცუდს აფიქსირებდა ყოველთვის. დონეზე მე ბევრი დაპირება არის გაცემული, რომ ამ დაპირების გაცემას ჭირდება შესაბამისი მზაობა და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. დღეს კონჯესტაში მონაწილეობის მიღება და თანხმობის მიცემა ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ჩვენაც გავიზიაროთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობის აღებისათვის გამომდინარე სიმრავლიდან დაპირებებისა მზად არ ვართ.
მთავრობის შენობაში უკვე მიმდინარეობს მთავრობის გადაბარების პროცედურა, როგორც მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ მარჩილ ხაბაძემ აღნიშნა. იგი მინისტრობის 4 კანდიდატს უმაღლეს საბჭოს ხვალ წარუდგენს, ხოლო ზეგ გაიმართება სხდომა, სადაც უკვე მთავრობის მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდება. თეონე ბაკურიძე საუბრობდა ბათუმიდან პირდაპირ ეთერში. კახა კახიშვილი პრემიერს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავს. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საბჭოს უფლებამოსილებაში იქნება ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების, ელიტარული კორუფციისა და უკონტროლობის შესწავლა, მტკიცებულების და მასალების მოპოვება და შემდგომი რეაგირების მიზნით პროკურატურისთვის გადაცემა. კახიშვილის განცხადებით, პრევენციის მიზნით შექმნილი პრემიერ-მინისტრთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო დამოუკიდებელი დაკომპლექტებული იქნება საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შემთხვევაში კი კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. საბჭოს მიზნებში და ამოცანებში იქნება ანტიკორუფციული სქემების გაშიფრვა, მასალების მიღება, გადამოწმება და შემდგომი რეაგირების მიზნით უკვე დამუშავებული მასალის პროკურატურაში რეაგირებისთვის გადაცემა, ამავდროულად ანტიკორუფციული პროექტების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს პრევენციას ასეთი სქემების შემდგომში ჩამოყალიბებას. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სახალხო დამცველად ნათია იმნაძის კანდიდატურას აყენებს. როგორც ორგანიზაცია ემპათიის წარმომადგენელი აცხადებს, ნათია იმნაძე სახალხო დამცველის აპარატში წლების განმავლობაში მუშაობდა და მას ყველა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანის უფლებების დაცვის გამოცდილება აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართვა და ნათია იმნაძის კანდიდატურის განხილვას თხოვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი არჩევანს იმნაძის კანდიდატურაზე შეაჩერებს. მისი პიროვნული თვისებები და მასთან მუშაობის გამოცდილება 2006 წლიდან დღემდე მაძლევს იმის საფუძველს, რომ დარწმუნებული იყო მის პრინციპულობაში, მის სამართლიანობაში, მისი იმ თვისებაში, რომ მას შეუძლია დაიჭიროს თავისი პოზიცია ყველა კრიტიკულ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, ხარი დაუჭიროს სამართლიანობას. ის არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ასევე ძალიან კარგად იცნობს სხვადასხვა სფეროებს, ისეთი როგორც არის ექსპერტიზა, სასამართლო ექსპერტიზა, სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანების უფლებები. გარდა ამისა, ის პრიორიტეტულ მნიშვნელობას მიანიჭებს სახალხო დამცველის ჩართვას საერთაშორისო მოლაპარაკებებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ერისენიკი ომბუდსმენად დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშნვას ითხოვს. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფის რევას ჭოხონელიძის განცხადებით, ანსამბლის ხელმძღვანელობა და წევრები კარგად იცნობენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, მის მოღვაწეობას და მის ოჯახს. მისივე თქმით, როდესაც დიმიტრი ლორთქიფანიძე წინამოწვევის პარლამენტის წევრი იყო, აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებებზე. ანსამბლის დირექტორის ოთარ ბლუაშვილის განცხადებით კი დიმიტრი ლორთქიფანიძე ანსამბლისთვის უცხო არ არის, როგორც ბლუაშვილმა აღნიშნა. ლორთქიფანიძის 7 შვილიდან 3 ეკავდა ანსამბლში, მისივე თქმით, იგი ღირსეულად გაუძღვება საქართველოში ადამიანის უფლებებს. თითოეული ქართველი საზრუნავია, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება უკვე ჭეშმარიტად მებრძოლი ხალხისთვის, ჭეშმარიტად საქმის გამკეთებელი. ანსამბლ ერისიონი ძალიან აქტიურად არის ჩართული ახალ ცხოვრებაში. რას ნიშნავს ეს? ანსამბლ ერისიონი არჩევნების წინ პირდაპირ გვერდზე დაუდგა ქართულ ოცნებას. ახლა საკითხი დგება, რომ შერჩეული იქნეს სახალხო დამცველი. ვინაიდან არის რამოდენიმე კანდიდატურა და მე ვიცი ანსამბლის აზრი, როგორც მთავარმა ქორეოგრაფმა, ანსამბლის აზრი არის, რომ ხარი დავუჭიროთ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ვინაიდან ანსამბლი მის ოჯახს იცნობს, მისი ბავშვები ღეროდნენ, ცეკვავდნენ, აგიზებოდნენ, ბევრი მეგობარი ყავს მათ. რკინიგზის პროფკავშირები და რკინიგზიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელმწიფო კანცელარიას მიმართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და საქართველოს რკინიგზის უფროსად ღირსეული კანდიდატის დანიშნვას ითხოვენ. განცხადებას ხელს 300-მდე რკინიგზელი აწევს. როგორც ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, ისინი უსამართლოდ არიან გათავისუფლებული და მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა. საქართველოს რკინიგზა არის ავარიული, ძალიან დიდი თანხები არის დატაცებული, იქ თან გამოშვებული ადამიანები კვლავ ლამობენ, რომ
ლავჩაიბანო საქართველოს რკინიგზა ერთადერთი რამე არის ჩვენი მოთხოვნა და თხოვნა რომ საქართველოს რკინიგზა ჩააბაროს წესიერ კვალიფიციურ ადამიანს რომელიც მიხედავს იმ ამდენ გამწარებულ და ღირსება აყრის რკინიგზას გავყარეს უმიზეზოთ ახლა ძველები ვიყავით სამსახურიდან გიჯერებ რამე გახაც სხვა რო ვაკეთებ არა გიჯერებ და მაინც მაგდებს სამსახურიდან პირობებს მიქმნი ისეც რომ წავსულიყავით აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წევრები კი მაია კობახიძის პრეზიდენტობას აპროტესტებენ. მათ თქმით, ირაკლი პეტრიაშვილი უხეშე ჩაერია არჩევნებში და კობახიძე უკანონოდ არის არჩეული. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი უკვე 2 წელია მიმდინარეობს. პროფკავშირის წევრების თქმით, არჩევნების დროს ყრილობაზე პროტესტის ნიშნად 203 დელეგატიდან 124 წევრმა შეხვედრა დატოვა. დარჩენილი 79 დელეგატი კი მათი თქმით, ხმათა არასაკმარისი რაოდენობაა პრეზიდენტის არჩევისთვის. სარჩელი დღეს სააპელაციო სასამართლოში განიხილება. პირობოდ უნდა გადადგეს ქალბატონი მაია კობახიძე დღევანდელი სასამართლოდეც კი უნდა მოახერხოს ეს თუ ოდნავ ღირსება გააჩნია მას და მოგვეცეს საშუალება ჩვენი ორგანიზაცია დავაყენოთ ფეხს და დავიცოთ მასწავლებელთა უფლებები ვითხოვთ რომ ჩატარდეს რიგ გარეშე არჩევნები ჩატარდეს ხელახალი არჩევნები დააყენოს კი ბატონო თავის კანდიდატურა და იყოს კიდე მეორე კანდიდატურა და კანონიერად იყოს არჩეული პრეზიდენტი დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები თბილისსა და რეგიონებში უფრო მეტ შენობას იკავებენ. ამჯერად მათ ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ყოფილ პროკურატურის შენობაში შეჯრა სცადეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე შენობის პირველ სართულზე პოლიციაა განთავსებული. დევნილები ამბობენ, რომ მეორე და მესამე სართული თავისუფალია, ამიტომ ისინი ხელისუფლებას ავალდებულებენ შენობა დაუთმოს. შენობაში შეჯრას გვიანღამით დაახლოებით 50 ადამიანი ცდილობდა. მათთან ჩვილი ბავშვები და მოხუცებიც ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა მათ შენობის დაკავების საშუალება არ მისცეს. განცხადები დავდივარ. ერთი ხაზი იკას, როვერ გადავხდი ქირას, გამაგდებს, მე მეორესა გადავდივარ და აი ასე დავწუწია, რომ ციგნები ვითართ რა. ყურადღება საერთოდ არ მოუქცევი არანაირი არავის ჩვენთვის. სანამდე უნდა ვიყოთ, აი ასე მითხარით. ამდენი წელია, უკვე სოხუმის ომის შემდეგ არავინ ყურადღებას არ აქცევს ამ ტოლიდებს. ამდენი ხნის განმავლობაში უკვე რამდენი წელიწადია, რო ანგარიში უკვე საკმარისი დრო უნდა იყოს იმისთვის, რომ აი ამ ხალხის დაკმაყოფილება მოხდეს ელემენტარული რაღაცით. ან ფინანსურად რაღაცა რო დახმარება იყოს, ან რაღაც ბინით რო უზრუნველყო. ვისი ორგანიზებულია სახელმწიფო შენობებში დევნილების შეჭრა ერთ-ერთი ობიექტის დაცვის თანამშრომელს მათ განუცხადეს, რომ კონკრეტული შენობის დაკავების მითითება მათ ნაციონალების კოორდინატორმა მისცა. ჩვენს გადამღებ ჯგუფთან კი შენობაში შეჭრილები აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წევრები არიან. შემთხვევა გუშინ გვიანღამით ორხევში საბაჟო დეპარტამენტის ყოფილ შენობაში მოხდა. ამ შენობის დაკავებას აფხაზეთიდან დევნილები შეეცადნენ. ჩვენ შეგნებულად მოვედით, რომ არ ფუნქციონირებს, დევნილები ვარ და ბინები არ აქვს და შემოვედით აქ. ინფორმაცია საიდან გაქვთ? ინფორმაცია გვაქვს ალბათ, რომ ინფორმაციის გარეშე მარკეტინგიდან აქ არ მოვიდოდით ჩვენ. დასაგებია, მაგრამ ეს მაინტერესებს, საიდან გაქვთ ინფორმაცია? ნაციონალური კოორდინატორებისგან. წეგანე ასე თქვა და ახლა თუ გადათხოვს არა. ვაიმე, აბა როგორ გეკადრებათ? აი დაიფიცე ადამიანი, კაცურად დაიფიცე, ნაციონალები თუ მიხსენებია მე. არ ვცხენი. კოორდინატორი ახლა მე არ ამყავს სახში და. არ შეიძლება მაგისთან რაღაცის თქვა. უბინაო ხალხს უნდა დახმარება. 90 წლიდან რომ 28 ლარს გაძლევს სახელმწიფო რომ იარსებე 5 წევრი ყავს და 7 წევრი ოჯახში და მოდიხარ არ ფუნქციონირებს ოჯახი შედით არაფერი არ იქნება და წამოვედით აქ მეუღლეების გარეშე რა თქმა უნდა რაბედიელი დევნილებს, რომლებმაც სხვადასხვა შენობები უკანონოდ დაიკავეს, ხოლო მათგანს პარტიის დატოვება მოუწევს ასეთი ახალი მთავრობის გადაწყვეტილება. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი აცხადებს, რომ სხვადასხვა ობიექტებზე უკანონოდ შეჭრილი დევნილების საქმის შესწავლა თითქმის დასრულდა. ამჟამად მიდის ანალიზი, ვინ არის უკანონოდ შესული. ამასთან დარახველიძემ აღნიშნა, რომ გამოსახლება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მიმდინარეობს ანალიზი, საბოლოოდ გამოიკვეთება, ვინ არის უკანონოდ შეჭრილი და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ უკანონოდ შეჭრილებს მოუწევთ პარტიების დატოვება. ძირითადი საზრუნავი იქნება, რომ ელემენტარული პირობები როგორმე შეუქმნათ დევნილებს და ზამთარი გადავიტანოთ და პარალელურად ვიზრუნოთ გრძელვადიანი საკითხების გადაჭრას. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მეათე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა გახსნა. ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო გამოფენა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს
შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ და გაესაუბრონ ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია ამერიკულ უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად ჩარიცხვის შესახებ. კონსულტაციისთვის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ საერთაშორისო განათლების ცენტრსა და საინფორმაციო საგანმანათლებლო ცენტრს კვალს, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და უფასო კონსულტაციას უწევს სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ჩატარდა იმისათვის, რომ ქართველ სტუდენტებს და მსურველებს საშუალება მიეცეთ უკეთ გაეცნონ ამერიკულ უნივერსიტეტებს. საქართველოს აქვს მთელი რიგი შესანიშნავი უნივერსიტეტებისა. იბადება კითხვა, რატომ უნდა გაემგზავროს სტუდენტი ასე შორს და ისწავლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თითოეული ქართველი სტუდენტი, რომელიც ჩადის ამერიკაში, გახლავთ გარკვეულწილად თავისი ქვეყნის ელჩი, რომელიც წარმოადგენს თავის ქვეყანას და იმ ოჯახებს, სადაც ცხოვრობს. ასევე თავის მეგობარ სტუდენტებს აცნობს საკუთარ ქვეყანას, მის კულტურას. საქართველოს დემოკრატია ვითარდება და უკანასკნელი მოვლენები ამას მხოლოდ ადასტურებს. საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც ახალგაზრდებს მიეცემათ, ნამდვილად იქნება დაკავშირებული უკეთეს მომავალთან საქართველოსათვის და ეს შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ნაწილი, რითაც ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. ძალიან მომეწონა საგანმანათლებლო გამოფენა, ძალიან ფართო არჩევანია, პირადად მე ძალიან გამიჭირდა არჩევის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ თავაზობენ თვითონ და ალბათ უფრო ნიუ-იორკში ვფიქრობ გაგრძელებას სწავლის და შესაბამისად ცნობების შესახებ შემატყობინებენ და ჩაიწერეს ჩემი პირადი ინფორმაცია. თქვენ უყურებთ ახალს, კიდევ ერთხელ მოკლედ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე პირადად გაეცნო გამოძიების მასალებს და მიმდინარეობას. ბარბარე რაფალიანცის საქმე სამწუხაროდ კვლავ გაუხსნელია ძიებას ამ დრომდე კახეთის სამხედრო მთავარი სამმართველო აწარმოებს. მინისტრის განცხადებით მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად, ნათქვამია განცხადებაში. 30 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაქში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი წყლით სამსექვებში იპოვეს. არსებული ინფორმაციით ის მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები. ოჯახის ადვოკატი რამინ ბაბიძემ მკვლელობაში ეკრიტანილი ადამიანების ვინაობას ასახელებს და ახალ პროკურორს მყისიერ რეაგირებას თხოვს. შავაძის ოჯახის ადვოკატი აჭარის პროკურორის კუდისა და პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებს პათუმელი ჯარისკაცის საქმის გამოუძიებლობასა და მკვლელობაში ადანაშაულებს. პათუმელი სერჟანტი 2008 წლის ომიდან დაბრუნებული რამდენიმე დღეში ბათუმში ნარკოტიკების შეძენას შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. ოფიციალური ვერსია ასეთია: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს ბადრაგირებისას წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც მისი ლიკვიდაცია მოხდა. ამ ვერსიის არ შეერა ოჯახს გამოძიება როინ შავაძის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ადვოკატს 4 წელია საქმის მასალებს არ აცნობენ. არშილ კბილაშვილი პროკურორებს მოუწოდებს სასამართლოებს საქმეების არსებითი განხილვების გადადების შესახებ მიმართონ. მთავარი პროკურორის განცხადებით საქმეების არსებითი განხილვა, რომელიც სასამართლოში უკვე ჩანიშნულია, უნდა მოხდეს ახალი პროკურორების პირობებში და შესაბამისად მოქმედმა პროკურორებმა საქმეები 2 კვირით უნდა გადადონ. ისევე თვით სწორედ 2 კვირის ვადაში უკვე დანიშნული იქნება ახალი პროკურორების უმრავლესობა, რომლებიც გადახედავენ საქმეებს ხელახლა. კბილაშვილმა დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხდება ცენტრალურ აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედადონის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების შესვლა. მთავარი პროკურორის განცხადებით, 1 კვირაა საჭირო, რათა პროკურატურა განახლდეს და გადახარისდეს. მაური იყო დღეს სამტრედიაში ადგილობრივები ახლად დანიშნულ გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, როგორც თავად განმარტავენ, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს ხდომა პროცედურული წესების დარღვევით შედგა და გამგებლად ყოფილი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი ავთანდილ სტურუა დანიშნეს. ადგილობრივები საკრებულოს ხდომის ამ გადაწყვეტილების პატივად ცნობას და ახლად დანიშნულ გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ არც ავთანდილ სტურუა და არც საკრებულოს თავმჯდომარე არ დახვდათ ადგილზე. მხოლოდ ერთადერთი პასუხისმგებელი პირი გამგებლობის მთავარი სპეციალისტი იყო, რომელმაც სტურუას ადგილსამყოფელი შესახებ არაფერი იცის. სამტრედიელები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.
თელავის სავაჭრო ცენტრ ბაზრის ადმინისტრაცია კი გარევაჭრობის საგზავნას ითხოვს და ადგილობრივ ხელისუფლებას კანონის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალბერტ სახიაშვილი ამბობს, რომ საპატრულო პოლიცია გარევაჭრობაზე შესაბამისად არ რეაგირებს. ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. თელავის სავაჭრო ცენტრ ბაზრის დირექტორის მოადგილე ალბერტ სახიაშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეები ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ განან. საკრებულო და საპატრულო პოლიცია კი არაერთი თხოვნის მიუხედავად შესაბამისად არ რეაგირებენ. გარემოვაჭრობის გამო შიგნით ბაზარში მოვაჭრე ძალიან დიდ პროტესტს გამოსხამენ და რამდენჯერმე გამოვიდნენ კიდევაც გადაკეტეს გზა. უნდათ ასვლა და იყვნენ კიდევაც გამგეობაში ბაზრის ხელმძღვანელი და მე პატრონე უფრო სწორად ჯაბრაილ ხანგოშვილმა რამდენჯერმე თვითონ პრეზიდენტამ დააყენა ეს საკითხი, გუბერნატორთან ჰქონდა დაყენებული საკითხი, გარკვეულ მონაკვეთში, მცირე მონაკვეთში პატრონმა გადაჭედეგიანი იყო, აგზარეს გარევაჭრობა, მაგრამ იმის შემდეგ მაინც გრძელდება ასე. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეები შენობაში თავისუფალი დახლების არარსებობას იმიზეზებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არ შემოდიან, იმიტომ რომ შიგნით ადგილები არ ალიო. სად დავდგეთო? თქვენ აი ხო ნახეთ, არის წარელები, ადგილები არის თუ არა. რატომ აი გადასახადის გადახდა არ უნდათ. რა ფაშშიც აიღებენ საქონელს, იმ ფაშში ყიდიან, წონაზე მუშაობენ, შიგნით ვერ გააკეთებენ მაგას და იმიტომ არ შემოდიან. ადგილი არა მაქვს. ადგილი მქონდა მე გადასარევი, მაგრამ წამართვეს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადასტურებენ, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და ამაზე რეაგირება საპატრულო პოლიციას ეკისრება. მოქმედი კანონმდებლობით გარევაჭრობა არის აკრძალული და ამის ზედამხედველობას და ადმინისტრირებას კანონის დარღვევის შემთხვევაში აკეთებს საპატრულო პოლიცია. ჩვენ უთხარით და მივმართეთ ბაზრის ადმინისტრაციას მათი მომართვის პასუხად, რომ უნდა მიმართოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, კერძოდ საპატრულო პოლიციას. გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სავაჭრო ცენტრ ბაზრის მოვაჭრეები კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქციებს გეგმავენ. კობილოში კომპანია სინოჰიდროს კაპიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. საქართველოს საგზაო დეპარტამენტსა და ჩინურ კომპანია სინოჰიდროს ხელმძღვანელობას შორის 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ 10 პუნქტიდან 9-ზე შეთანხმება მიღწეულია. ხელფასების 30%-იანი ზრდა, სამედიცინო დაზღვევა, სპეცდანსაცმელი, სასმელი წყლით მომარაგება და ტრანსპორტირება სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად შესრულებული იქნება, განაცხადა ჩინურმა მხარემ. ამის დასტურად შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდა. მოლაპარაკებაში ჩართული პროფკავშირები აცხადებს, რომ პირობის შესრულების პროცესი დააკვირდება და იმედოვნებს, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. შეგახსენებთ, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 10 დღეა გაფიცულები არიან. ისინი დამსაქმებლისგან 8 საათიან სამუშაო გრაფიკს და სხვა პირობების შესრულებას ითხოვდნენ. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მუშები სამუშაოს 1 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან. ძირითადად იყო მოთხოვნები დამოკიდებულებაზე, დამქირავებასა და დაქირავებას შორის. ძირითადად კიდე იყო ასევე ხელფასის გაზრდაზე და დაკმაყოფილება და ის რაღაც ელემენტარული პირობები. მე ესეთი დაკონკრეტება, ესეთი წვრილმან საკითხებზე დიდი ყურადღების გამახვილებას ნამდვილად არ ველოდი მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, უკმაყოფილები ვართ, რომ ცოტა შედეგს მაინც მივაღწიეთ. ადამიანების უფლებები დაცული იქნება და იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული. როგორც დაგვიდნენ აი საბუთიერად და ნაცნეს ავის გამათარიან თვითონ და გაერკო ხოალის ეგ სამუშაოს დროს გავარკვევთ მას. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის მეორე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გაუსაძლის პირობებში არიან. შენობა ავარიული არ არის, სველი წერტილები, საჭირო რაოდენობის ოთახები, ინვენტარი კი თითქმის გამოუსადეგარია. ბაღის გამგე მუნიციპალიტეტს უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოფელ ლელიანის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავი ჯერაც გასაკეთებელია. ჩამსხვრეულია მინებიც. ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხეები კვლავაც ეზოში ყრია. წაქცეულია ბავშვების გასართობი ატრაქციონი. ბაღის გამგე ეთერი მერლიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სტიქიის შემდეგ, როდესაც შემოწოდა ეს საბავშვო ბაღი, სახურავი უნდა გადაეხურათ, მაგრამ არ გადახურეს. დღემდე ველოდებით და არავინ არ ახურავს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ სტიქიის შემდეგ ლელიანის საბავშვო ბაღში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. სტიქიის დროს სახურავი დაუზიანდა მაგ ბაღს და ჩვენ შევაკეთეთ. დიდი წვიმების და ქარიშხალი იყო ჩვენს რაიონში და მაშინ დაზიანდა ძალიან. კი, გადახურეს, ნაწილობრივ დაწყებულია კი.
ლელიანის ბაღის გამგეკი სხვა პრობლემებზეც ჩივის, ამბობს, რომ სასწავლო ფართი და არსებული ინვენტარის სტანდარტებს არ შეესაბამება. იმერლიშვილის თქმით, ელემენტარული პირობების შექმნის თხოვნით არაერთხელ მიმართა როგორც ბაღების გაერთიანებას, ასევე მუნიციპალიტეტს, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა. თვითონ დიმალულაძეც იყო აქ მოსული. მე ვთხოვე რომ მობძანებულიყო ჩემთან და მოვიდა და ნახა ყველაფერი და მითხრა რომ არ ქონდა არ აქვს რაიონს საშუალებას და ვერ გავაკეთებთ წელსო მითხრეს. მომავალ წელსო ის მომავალი წელიც გავიდა და აი ახალი კიდე წელი დადგა. მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე არც ამ ბრალდებას იზიარებს. ბაღების გაერთიანების უფროსის ირმა წვერავას განცხადებით კი ლელიანის ნომერ 2 საბავშვო ბაღში გარკვეული სამუშაოები რამდენჯერმე დაფინანსდა. გაერთიანებას არ აქვს ამის ფინანსები და ხარჯები, ვინაიდან შენობები თავის ზედმიმაგრებული მიწის ნაკვეთებით გამგეობის ქონება არის და ის უზრუნველყოფს შენობების რეაბილიტაციას. ასე ერთბაშად ახლა რეაბილიტაციას ვერ უკეთებთ, მაგრამ ნაწილობრივ ეთდება ხოლმე და ყოველ წელს კეთდებოდა მაგ ბაღში. ანუ 1-3 პროექტი მაინც არის უმცირე განხორციელებული. ლელიანის მეორე საბავშვო ბაღში 50 აღსაზრდელია. ეთერი მერლიშვილის თქმით, მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა და ბავშვების აღსაზრდელად შესაბამისი პირობები არ შეიქმნა, ბაღი შესაძლოა დაიხუროს. მახინჯაურის ჩვილბავშვთა სახლის 52 თანამშრომელი კი უმუშევარი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროექტი, რომლის თანახმადაც პატარები საცხოვრებლად კერძო პირებთან მინდობით გადაყავთ მახინჯაურის ბავშვთა სახლსაც შეეხო. ბავშვთა სახლის თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურს ითხოვენ, მათი თქმით, დაწესებულების ლიკვიდაციის შესახებ გვიან გაიგეს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ბავშვების მინდობით აყვანა თავადაც სურდა, თუმცა ინფორმაციის დაგვიანებით გაგების გამო ეს ვერ მოახერხეს. დაწესებულების თანამშრომლებს შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ გაფორმებული. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი ანა ჩაჩქუნაშვილი კი ამბობს, რომ მათ ხელშეკრულება დაწესებულებიდან ბოლო ბავშვის გასვლისთანავე შეუწყდება, თუმცა ისინი ერთ თვის კომპენსაციას მიიღებენ. მისივე თქმით, ბავშვთა სახლების თანამშრომლებმა დაწესებულების გაუქმების შესახებ 2004 წლიდან იციან. ბავშვები გავიდნენ მინდობით აღზრდაში და თანამშრომლები მთელი პერსონალი რჩებით უმუშევარი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვასაქონეს ამდენი წლის თანამშრომლები, გამოცდილები, სერტიფიცირებული, გავლილი გვაქვს ტრენინგები. ეს გავიგეთ ძალიან გვიან. აგვისტოს თვეში, როცა უკვე ბავშვები ცოტა იყო. ჩვენ ვიყავით თანახმა, გვინდოდა რამოდენიმე თანამშრომელს მინდობით აღზრდაში გაგვეყვანა ბავშვი, მაგრამ ჩვენი გაზრდილი გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცოდით იმ ბავშვის ბუნება, ხასიათი. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყოველთვის ქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი, თუ კი ზრუნვის სააგენტოში მოხდება ალტერნატიული ან რაიმე სახის სერვისის განვითარება აჭარაში, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებული იყო მახინჯაურის ჩვილბავშვთა სახლში. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ახალი კი მოვლენათა განვითარებით რამდენიმე წუთში ნინო ვარდოსაიძესთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.